ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უსონის შეფასებით საქართველო კვლავ ინარჩუნებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტორის სტატუსს, რომლის გარჩემოც გეოპოლიტიკური მეტოქეობა სულ უფრო მწვავდება. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის განსაკუთრებულ აქცენტს დემოკრატიული პროცესების მნიშვნელობაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა. კონგრესმენი ასევე ამახვილებს ყურადღებას საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის მზარდ გავლენებზე, განსაკუთრებით ანაკლის სპორტის ჭრილში, რომელსაც ის კრიტიკული მნიშვნელობის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. მისი განმარტებით ვაშინგტონისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები ავტორიტარული რეჟიმების კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდეს. საქართველო კვლავ ცენტრალური ქვეყანაა რეგიონში. სამხრეთ კავკასია მთლიანობაში სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაშფოთებს, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით. ჩინეთის ინტერესი ანაკლის მიმართ უკავშირდება ცენტრალური აზიიდან იშვიათი მინერალების ტრანსპორტის კონტროლს. ეს რესურსები საქართველოს გავლით უნდა გადავიდეს, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ. ასევე არსებობს შეშფოთება საქართველოს მთავრობის გარკვეულ ელემენტებსა და ირანს შორის დაახლოების შესახებ. სხვადასხვა ანგარიში მიუთითებს თანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, თუ გავითვალისწინებთ ირანის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის სასტიკ ჩახშობას, მათ შორის პროტესტის 10,000-ობით მონაწილის დახოცვას. ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები და კავშირები არ ასახავს ქართველების ნებასა და მისწრაფებებს. ისინი ავლენენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი თანმიმდევრულ ერთგულებას.